დღევანდელი ნაშრომი ეხება სუიციდს. სუიციდს არ იწვევს დეპრესია. სუიციდს იწვევს ბნელის თავდასხმა, რომელსაც ადამიანი მიყავს სუიციდამდე. მარტივად გეტყვით. დეპრესიის უკან, ყველა დესტრუქციული ენერგიის უკან დგას კონკრეტული ბნელის სული, არსი. რატო არის, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და ვერ ვიგებთ რატო გააკეთა ესო. კარგ ადამიანებს ესხმიან თავს. იმ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან ბნელი როგორ მუშაობს, დემონი როგორ მუშაობს ადამიანზე, არ იციან. და კარგი ადამიანები არიან და რაღაც აზრებში, ფიქრებში ვარდებიან, ისიც კი არ იცის თავისი ფიქრები რომ არ არის და ერევა. ასევე ხელს უწყობს გარედან ადამიანებიც თავს ესხმიან, სისტემა ყველაფერი ესხმის თავს და მიყავს სუიციდამდე. ანუ სუიციდი არის როგორი რაღაც, იცით? წარმოიდგინეთ, პირველ წყარო თვითგადარჩენის ინსტინქტს უთიშავს ადამიანს. მაგის გათიშვა არის წარმოუდგენლად რთული. ამის გაკეთებას ახერხებს დემონი, კონკრეტული აზრების დახმარებით. ამიტომ სუიციდი არის შეპყრობა და არა ის რომ ადამიანის არჩევანია ეს, შეპყრობის შედეგად ხდება ეს ამბავი. კარგი, ეს გავიგეთ. დღევანდელი თემა ეხება რა იმართება სულს, რომელიც სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს. ძალიან მომრავლდა ეს პერიოდი, სუიციდები და ადამიანები მწერენ რა იმართება სუიციდის სულს, გადავწყვიტე ჩავწერო რა იმართება მათ სულებს. გარკვეული ნაწილი იქნება ფაქტებით გამყარებული, გარკვეული ნაწილი რასაც მე ვხედავ, ჩემი მესამე თვალით და რა ინფორმაციებსაც ვკითხულობ სამყაროს ბიბლიოთეკიდან. ასევე პრაქტიკებიდანაც ამოღებულია სიზმარხილვებიდან, ასევე სულიერი სამყაროდან რეები ხდება ფაქტების სახით, რაც ვიცი გარანტირებულად და მოგიყვებით ყველაფერს. ჩვენი რელიგია მკაცრად უდგება სუიციდს და მართალიც არის. სუიციდი ძალიან ცუდი რაღაც არის, მაგრამ ჩვენი რელიგია ამას უდგება, როგორც შენ თუ სუიციდს გააკეთებ, ჯოჯოხეთში მოხვდები. ეს კატეგორიულობაა. ეს არ არის ქრისტეს ხატება. მაგალითად, თუ სუიციდით დაასრულა ადამიანმა სიცოცხლე, მას წესს არ უგებენ. შეკარგო ადამიანო, რატომ არ უგებ წესს? ადამიანს, რომელსაც შეპყრობა ქონდა. მას ჭირდება ყველაზე მეტად წესის აგება. რატო? იმიტომ რომ ვერ გავიგე შენ საერთოდ რის იგწავს. სატანის ხო იცი რომ არსებობს. ხო იცი რომ დემონები არსებობენ. შენი აზრით ეს ადამიანი ვინ მიიყვანა სუიციდამდე? რა მიიყვანა? აი მარტივ კითხვას გისვამ. რამ მიიყვანა სუიციდამდე კონკრეტული ადამიანი? არაფერმა? სერიოზულად? ეს არ არის სასაცილო უკვე. მართლა ფიქრობ რომ ეს ადამიანი თავისით მივიდა მაგ გადაწყვეტილებამდე? აბა ვერ გავიგე. სატანა და დემონები რას აკეთებენ? ფეხი-ფეხზე გადადებული და არაფერს აკეთებენ? ვერ ხვდები მაგდენს? და ვერ ხვდები რომ ასეთი ადამიანი არის თავდასხმის მსხვერპლი და ასეთ ადამიანს ჭირდება ყველაზე მეტად წესის აგება? ვერ ხვდები მაგდენს? აშანტაჟებთ ადამიანს. სუიციდი თუ დაამთავრებ ჯოჯოხეთში მოხვდები და წესს არ აგიგებ. ემუქრე, რომ არ გააკეთო ეს. იმას კი არ ასწავლი, როგორ აარიდოს ამას თავი, ვერ ასწავლი. ვერ ასწავლი, შენ საერთოდ არ ლაპარაკობ სატანაზე, დემონებზე, შავმაგებზე, ბნელებზე, როგორ მუშაობენ ისინი, თავი როგორ დაიცვა მათგან. არ ასწავლი ამას. თურმე ბნელები ესე მუშაობენ, იქნებ ჯადო გამიკეთა. ჯადოს შედეგად ბევრი მიდის სუიციდამდე. იქნებ ჯადო გაუკეთის, ხო? მსხვერპლია, გარანტირებული მსხვერპლია სუიციდის მქონე ადამიანი. გარანტირებული. ის კი არა რომ თავისით მივიდა მაგაზრამდე. ყველანაირად მსხვერპლია, ან ბნელის, ან დემონის, ან შავი მაგის დაუდეს ჯადო. და შენ წესს არ უგებ? რა გითხრა? მართლა ზოგჯერ ვფიქრობ, ქრისტესგან რა ისწავლეთ? იმიტომ რომ ქრისტე პირველ რიგში ყველაზე შეუპოვარს ეხმარებოდა, ყველაზე ცუდად მყოფს ეხმარებოდა და სუიციდის მქონე ადამიანებს უნდა უგებდეთ წესს და შენთან მისი ოჯახის წევრი რომ მოდის ჯოჯოხეთში მოხვდება, ვერა უგებ წესს. რა ჯოჯოხეთში მოხვდება? შენ საერთოდ სული სამყარო იცი რა ხდება იქ? რანაირად მოხვდება ჯოჯოხეთში სული, რომელმაც სუიციდით დაამთავრა თავი, იმიტომ რომ ბნელის თავდასხმა ქონდა. იუდას რა ქონდა? შენი აზრით? იუდამ ქრისტე გაყიდა? ესე მოეპრიანა თავში და მერე უბრალოდ გადაყარა ეს 40 ვერცხლი და მერე უბრალოდ თავი მოიკლა? იუდას ქონდა შეპყრობა. ქრისტეს დროს პირველ წყარო სამიზნეები იყვნენ, მისი მოციქულები, თვით ქრისტეც, მოციქულებიც და ხალხიც. დედამიწაზე ყველა მყოფი სატანის ლეგიონი შეკრებილი იყო ერთ წერტილში და თავს დაესხა მის მოციქულებს, ადამიანებს. რატომ მოხდა? უცებ ადამიანებს ტვინები გადაუბრუნდა. თქვენი აზრით ესე მოხდა? ანუ პაულეს ტვინი უცებ გადაუბრუნდა. უცებ, ეს არის დიდი თავდასხმები დემონების. და მერე რა ქნა? იუდამ ქრისტე გაყიდა. ჯერ რა გაყიდვა უნდა ქრისტეს? ისედაც იპოვნიდნენ, სად იყო ქრისტე? რა უნდა ქრისტეს პოვნას, მაგრამ მაინც ქრისტე გაყიდა 40 ვერცხლად და რომ გამოფხიზლდა, მოყარა ვერცხლი აქეთ-იქით. რა გვინდა ეს ჯანდაბა ვერცხლი? სადვა რა გავაკეთე ეს? ცნობიერში არ იყო, შეპყრობა ქონდა. და მერე დემონმა მიიყვანა თვითკვლელობამდე, ანუ დემონს მიყავს თვითკვლელობამდე. რისი თქმა მინდა? სუიციდი არის დემონის ბოლო საფეხური. ზოგ ადამიანს უცებერევა მოკლე დროში, ზოგს დიდ დროში და ასე შემდეგ. ეს იმაზეა დამოკიდებული ადამიანი რამდენად გადამზადებულია სულიერების ცოდნებში და ამ ყველაფერში. ამიტომ სუიციდის მქონე ადამიანი არანაირ ჯოჯოხეთში არ ხვდება. ის დიდი სულის
სამყაროში, რომელიც გადის კურნებას, ოღონ მძიმედ არის, ძალიან მძიმედ არის, აი, როგორ გითხრათ, ყველაზე მძიმე დაავადება რო კონდეს სულს და მას ჭირდება მკურნალობა. შენი ლოცვები მოძღვარო, ოჯახის წევრების ლოცვები მივალ მაგამდე. ანუ სუიციდის მქონე ადამიანმა გაიარა სერიოზული ბრძოლა დემონთან, ან შავი მაგის ჯადოსთან. მას ჭირდება ყველაზე მეტად ლოცვები. უბრალო ადამიანს კი არა, ისე რომ გარდაიცვალა. და რატო აკეთებთ ამ უკუღმართად ყველაფერს ამ ნაწილში? საერთოდ ვინ გითხრათ, რომ წესი არ უნდა აუგო სუიციდის მქონე ადამიანს? ნახეთ, გავიგე ბიბლიაში წერია, რომ კატეგორიული, იმიტომ არის კატეგორიული, რომ ნახეთ, მაგ დროს სული, ესე ვთქვათ, თავიდან ხდება ამ სულის განვითარების გზის გავლა. სულის სამყაროში ან კარგავს ბევრ განვითარების ნაწილს. მაგრამ იქ არ ხვდება ჯოჯოხში. ეს არის როგორც აი ახვიდე თის წვერვალზე და სუიციდის შედეგად ისევ აღმოჩნდეს თის ძირში და მე ისევ გასავლელი აქვს სულს ეს გზა. ეს ხდება. და ამ გზაზე სანამ გაივლის მკურნალობები და გაიაროს და სხვადასხვა პროცესები. და ამისთვის შემდა ეხმარებოდი მას და კი არ ეხმარები, საერთოდ აგიჟებ მის ოჯახის წევრებს და ჯერ ისედაც სტრესში არიან, ისედაც ამ მდგომარეობაში არიან და კაი ადამიანი იყო, არაფერი დაუშავებია, ბოროტული ის გარუგნია და შენ უფრო აგიჟებ მის ოჯახის წევრებს, რომ ის მოხდება ჯოჯოხეთში და მე არაუგებ წეს და რატო აკეთებ ამ მდგომარეობას ან ადამიანებისთვის, ან სულისთვის. ოჯახის წევრების რატო იქცევით ესე და იმ სულისთვის. სერიოზულად ფიქრობ შენ? მაინტერესებს, მოძღვარო. მართლა სერიოზულად ფიქრობ, სუიციდის მქონე ადამიანის სულს რომ უკითხო ლოცვები, ეს არ არის მადლი? ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებაშია სულიერებით და ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება, მას რომ უკითხო ლოცვები. ღმერთს ეს არ მოეწონება, მართლა სერიოზულად ფიქრობ მაგას? არ ვიცი, რა მიგიყვანათ მაგ აზროვნებამდე არ ვიცი. ამაშია საქმე, ყველგან გავთ დაშინების მექანიკა ათვისებული. არეზიარები ჯოჯოხეთში მოხდები. გეშინოდეს ღმერთის, მონახარ ღმერთის. ყველგან გავთ შიში, სატანის თავარი იარაღი და არა მშვიდი, ღმერთის თავარი მდგომარეობა და რაღაცას ეწიეთ. გამიგეთ? რაღაცას ეწიეთ, იმიტომ რომ ძალიან სირცხვილია. შენ რომ დედას ეუბნები, რომლის შვილმაც სუიციდით დაამთავრა სიცოცხლე, რომელიც კეთილშობილი ადამიანი იყო. იმაზე რომ ეუბნები, ჯოჯოხეთში მოხდებაო. ამას რანაირად ეუბნებიან და ვარს რომ ეუბნები. პარაკლისის საკითხვაზე, ლოცვების საკითხვაზე, ვინ გასწავლათ ეს სიმახინჯე, კაც? ქრისტეს ეს არ უსწავლებია, ქრისტემ პირიქით გასწავლათ. ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, იმას დაეხმარეო და მაგაზე მეტად ვის უნდა გაუჭირდეს? დემონის თავდასხმის შედეგად მივიდა სუიციდამდე. არა ბიჭოს, ეხლა თავისი აზრებით მივიდა მაგამდე. და დემონებს ფეხზე გადადებული და არ ეხებიან ადამიანებს და შვაში არ არიან, ხო? ვერ ხვდები? რას გეუბნები? ეხლა ხო ხვდები? მე რაღაცა ქენით. საეკლესიო და წმინდა მამების კანონებს მშვენივრად ცვლით და ესეთი რამე შეცვალეთ მაინც. ხო, კარგი მხრივ. ეხლა სუიციდის მქონე ოჯახის წევრების საყურადღებოდ. ეხლა გეტყვით ერთ ჭეშმარიტებას, რომელიც მოგიხსნით სტრესს. ადამიანებისგან ხშირად მესმის, ყველასგან ჩემი ბრალია, ნეტავ დავლაპარაკებოდი, ვერ მოვუსმინე, უნდოდა რაღაცის თქმა, ვერ მითხრა, რატო არ მოусმინე და ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ვინც არის მის ირგვლივ, თავს გრძნობს დამნაშავედ. და ეს არის არასწორი, მეგობრებო, რატომ აგიხსნით? ნუ იდანაშაულებ თავს. შენ არ ხარ დამნაშავე. საიდან ვიცი რომ არ უნდა დაიდანაშაულოთ თავი? იქიდან ვიცი რომ პირველ რიგში გააცნობიერე, დემონი როცა ესხმის ადამიანს თავს და უბიძგებს სუიციდისკენ, ჯერ იწყებს პატარ-პატარა საფიხურებით და პირველ პროგრამას, რასაც უდებს ადამიანს, არის ის რომ არ დაილაპარაკოს ამაზე ოჯახის წევრებს. არც მიანიშნოს, არც აჩვენოს, არც შეიმჩნიოს. პირველი რაზეც მუშაობს, ბნელი მუშაობს ამაზე, რომ თქვენ ვერ გაიგოთ ეს. იმიტომ რომ თქვენ რომ გაიგებთ ამას, თქვენ დაეხმარებით და დემონი წააგებს. ამიტომ პირველ წყაროდ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე არავის ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს. ეუბნება, სირცხვილია, ვერ გაგიგებენ, მოდი ჩვენ ერთად გადავაგორებთ ამას, გაუმკლავდებით, ნურაფის გეშინია, მოანერვიულებ იმ ოჯახის წევრს, კაცო, 1000 სიცრუეს ეუბნება. გესმით? და აქედან გამომდინარე, თქვენ ვერ იგებთ სიმართლეს და თავს გრძნობთ დამნაშავედ. თქვენი ბრალი კი არ არის. ის მუშაობს, ის დემონი იმაზე, რომ ამ ადამიანმა ხმა არ მოიღოს ამ თემაზე და მარტო რჩება ამის გამო. ან შეიძლება გეჩხუბოს ესეთი ადამიანი, ვისაც დეპრესია და ესეთი შეპყრობა აქვს. იმიტომ რომ დემონი ცდილობს ჩამოაშოროს ძვირფასი ადამიანები, რომ დატოვოს მარტო, მოიქუჩეჩოს თავისთვის და მერე მოერიოს. აი ეს არის ცოდნები, რომელიც გეხმარება გაუმკლავდე ამ ყველაფერს. შენ თუ დეპრესია გაქვს, სუიციდზე ფიქრობ და ეს ყველაფერი გააცნობიერე. ეს შენი მდგომარეობა არ არის. ლოცვები დაგეხმარება, თავს დაგესხნენ. გესმის? თავს დაგესხნენ და ვერაცნობიერებ. ლოცვები ეხმარება ამას მაშინვე. მუქთან კვეთის ლოცვა წაიკითხე გამთრიანებაში დევს პირველივე ვიდეოზე, აპინულია Facebook-ზე და მის ანოტაციაში არის ლინკები. მუქთან კვეთის ლოცვები წაიკითხე მინიმუმ 1 კვირა გადაბმულად ლოცვის ინსტრუქციით და საერთოდ ეს ფიქრები გაგიქრება.
ყოველგვარი ფსიქოლოგიური საკითხების მუშაობის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ამის უკან დგას ის არსი, რომელიც შენზე მუშაობს, ფიქრებს გიგზავნის თავში და ლოცვები აგდებს მას. და აღარ მოდის ის ფიქრები ქრება, ან სუსტდება, გააჩნია ვინ გებრძვის და როგორი იერარქიის ბნელი. ამიტომ სუიციდის მქონე ოჯახის წევრებო, მეგობრებო, თქვენ თავზე ნუიღებთ ამ სიმძიმეს. ის დემონი პირველ წყაროდ ამაზე მუშაობს, რომ თქვენ არაფერი გაიგოთ. დაიმახსოვრეთ ეს. ვერაფერს ვერ იზამდი, შენ შენიღბულია, ნიღბავს იმ ადამიანში, ამ მდგომარეობას და ის მეგობარი თუ ის ოჯახის წევრი თუ ვინც არ უნდა იყოს, აღარ ლაპარაკობს მაგაზე, რადგან ის ადუმებს და უგვარებს. ისე როგორც აგიხსერე. არ უთხრა აზრი ან ნუ ანერვიულებ და ამ ყველა ტექსტებით, რაც იმ ადამიანს მოერგებოდა. და ნახე, რატო ხდება, რომ ყველგან ესეთი სიტუაცია. ყველა ერთი და იგივეს მწერს. არ ველოდებოდი, მოულოდნელად მოხდა, რანაირად გამომრჩა ეს. რატო? იმიტომ რომ ეს ხდება. ის აჩუმებს და ამალინებს სიმართლეს თქვენთვის. რომ არ დაიხმაროთ თქვენ, ამიტომ ნუ იღებთ საკუთარ თავზე ამ სიმძიმეს და ნუ ფიქრობ რომ მე რაღაცა დავაშავე და ვერ ფენი. შენ გასწავლეს რომ ადამიანი სუიციდამდე რომ მიდის, რაღაცა ბევრი პროცესები უნდა გაიაროს და შენ ეს უნდა შეამჩნიო. ვერ შეამჩნევ შენ მაგას და ამიტომ ვერ ამჩნევ სტატისტიკურად ვერავინ ამას. ყველა მოდის ესე. ის კი არა შევამჩნიე და გამომჭა, არა, ვერ ამჩნევს ვერავინ. ამის გამო, კარგი განვაგრძო. ეხლა რა იმართება ესეთ სულს, როდესაც გარდაიცვლება? სად ხვდება სული ჯოჯოხეთში თუ რა ადგილზე ხვდება სული, ხო? მაგ არის ფენები. მაგალითად, ადამიანი წლების განმავლობაში თუ იყო დეპრესიაში, ის უკვე ჯოჯოხეთშია თავისი ფიქრის მდგომარეობით. და როდესაც ესეთი სული გარდაიცვლება, სუიციდით განსაკუთრებით, ესეთი სული განვითარების დონეზე ჩამოდის ქვემოთ. აი რატომ ქვია სულიერად დაეცაო? ნახე, რაც უფრო ვითარდება სული, მით უფრო ზემოთ ადის და მერე თუ რამეს აკეთებს, ისეც ეცემა და მერე ისევ თავიდან გავლა უწევს ამ ყველა საფეხურის. ესეთი რაღაც ემართება სუიციდის მქონე ადამიანს. ჯოჯოხეთში კი არ ხვდება. თავიდან უწევს მუშაობა, აი სახლი რომ ააშენო და მერე რომ დაინგრეს ეს სახლი და თავიდან მოგიწევს წვალება აშენება. იგივე ხდება სულთან. განვითარების ველში უკან იხევს სული და უწევს რთული გზის გავლა, თავიდან სწავლა, დამშვიდება თავის და მოგიყვებით ყველაფერს. ნახეთ, სული ჯოჯოხეთში არ ხვდება, მაგრამ სუიციდი არის სულიერებაში ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ის საუკუნეები და მთელი ცხოვრება რისთვისაც იბრძვა და ყველაფერს კარგავს და თავიდან უწყებს აგება საკუთარი თავის და ყველაზე მძიმე რაც არის იმ ტკივილიდან ეგაა ჯოჯოხეთი. დიდ ტკივილში არის კვლავ, ანუ იქედან გამოსვლაა ჯოჯოხეთი. სუიციდით რო ამთავრებს ადამიანი რა ტკივილსაც გადის, ის ტკივილი არის ფაქტობრივად არაფერი. სულიერ სამყაროში გადის დიდ ტკივილებს და ამისთვის ეს ტკივილი რომ შეუფსუბუქდეს, შენ უნდა ილოცო მის სულზე, კარგი ენერგია გაუგზავნო, ესქნა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ნუ ექნება ამბიცია რომ სუიციდს თუ გააკეთებს, დაისვენებს და უკეთესად იქნება. არა, უარესად იქნება. ამაშია საქმე. ჯობია აქ მომკლავდე ვიდრე 20 ჯერ მეტი სირთულე გაიარო იქ და უფრო მეტი. მიხვდით, რას გიხსნით? უარესი არის იქ მაგ მდგომარეობით რომ მიდიხარ. ნუ გონია რომ ისვენებ მაგ დროს. უარესია ბევრად. და ყველაზე კატასტროფა იცი რა არის? აი ტკივილი ანატანი აქვს სულს ბევრჯერ ის ანატანი აქვს ნულიდან რო იწყებს. ხო და მოკლედ, სუიციდი არის კატასტროფა ხალხო. ანუ სუიციდით არ უნდა წახვიდე. ამას გეუბნებ. იმიტომ რომ უარესი კატასტროფა გელოდება იქ და თან 1000 ჯერ კატასტროფა იმით გელოდება რომ ოჯახის წევრები უფრო დაგიმძიმებენ მდგომარეობას, იმიტომ რომ თუნდაც ეს ნაშრომი მონასმენი არ ექნება და იმის ნაცვლად რომ ლოცვები გამოგიგზავნოს, მშვიდი გამოგიგზავნოს, უარესში ჩაგაგდებენ. სუიციდი არის ყველაზე არასწორი გამოსავალი. ამიტომ სუიციდ შეეშვი და ლოცვები დაიწყე, ღმერთთან მიდი და ყველაფერი კარგად გექნება. ლოცვები დაგეხმარება. გესმის? ლოცვებით გამოხვალ. დეპრესია ნუ გონია შენ ეს ფსიქოლოგებს ნუ უსმენ. დადგება დრო და ფსიქოლოგები აღმოჩნდებიან არაფრის მცოდნენი. ხოლო ფსიქოლოგები რომლებიც გაერთიანდებიან სულიერებაში, ისინი იქნებიან ყოვლის მცოდნენი. მაგრამ ცალკე ფსიქოლოგები იქნებიან არაფრის მცოდნენი. ესეა დღეს. ცალკე ფსიქოლოგი არის არაფრის მცოდნენი. დეპრესიაზე გელაპარაკება. დეპრესია კი არა გებრძვის გამწარებული დემონი. ვერ ხვდები? და ლოცვებით უნდა დახვდე და აზრზე მოხვიდე რომ შენს თავს ეს შენი მდგომარეობა არ არის, ეს შემოტენილი, ჩაჩრილი მდგომარეობა. ამიტომ იცოდე, სულიერ სამყაროში სუიციდი არის ყველაზე მძიმე დანაშაული. ჯოჯოხეთში არ ხვდება სული, მაგრამ ჯოჯოხეთის მდგომარეობაში არის და მის განკურნებებში და ამ პროცესებში არიან სულიერ სამყაროში და დიდი დრო ჭირდება და წარმოგიდგენთ წლების განმავლობაში რომ მკურნალობდე. რაღაცა სუიციდი. სუიციდს გადააგორებდი დეპრესიას ერთ თვეში ლოცვებით და მშვენივრად იქნებოდი და სულის სამყაროში საუკუნე შეიძლება იყო მაგ მკურნალობაში და ვერ ხვდები რომ კატასტროფა ის არის ვიდრე ეს ტკივილი რასაც აქ განიცდი და გონია რომ განიცდი. ამიტომ სუიციდი არის კატასტროფა და ეს არ გააკეთოთ. ჯობია ძვლებში დაიმტრე, ვიდრე სუიციდი გააკეთო, იმიტომ რომ საუკუნეები მოგიწევს მუშაობა თავიდან ბევრ რაღაცაზე, რაც არ მოგეწონება და
1000-ჯერ ვარისი შრომა მოგიწევს გაიარო და 1000-ჯერ და 1000 რამიტომ დაანებე მაგას დავიილოცე და გარანტირებულად უფალი დაგეხმარება. სუიციდი სულს ჯოჯოხიჭი კი არ აგდებს, არამედ განვითარების ველში უკან აგდებს და მერე თავიდან უწევს განვითარება. იგივე გზის გავლა. განვითარება არის ის სუიციდამდე იყო ძალიან დიდ სტრესში და ეს სტრესები რომ მოიშოროს, განთავისუფლდეს, დაამშვიდოს სული, დაამშვიდოს სულის გული, სულის ნერვი და ეს ყველაფერი უკვე სულის სამყაროში გადის კურნებას. მოდი ესე გეტყვით. განკურნებას, გადამზადებას, სწავლას და ყველაფერ ამას. ანუ სტრესიდან გამოყვანა ხდება სულის. იქ მისი განკურნების პროცესებიც იწყება. ანუ საავადმყოფოებია სულის სამყაროში ხალხო გააცნობიერეთ. ოღონდ ესეთი თეთრი ხალათის და ესეთი საავადმყოფოები არ არის. მაგალითად ერთ-ერთი საავადმყოფო რაც ვიცი არის ესეთი დიდი ლაჟვარდოვანი ტბა არის, სადაც არის აბსოლუტური სიჩუმე და სულები ჩაწოლილი არიან, ზურგით არიან წამოწოლილი ამ ლაჟვარდოვან ტბაში და ცას უყურებენ და ხმას არავინ არ იღებს. უბრალოდ სიმშვიდე არის და სიჩუმე არავინ არ ლაპარაკობს არაფერს. ანუ სიჩუმით და სიმშვიდით ხდება კურნება. შეიძლება ზოგიერთ სულს დაჭირდეს 2 წელი, ზოგიერთს 20 წელი და გააჩნია რა მდგომარეობაში იყო და იკურნება სული. კურნების შემდეგ სული გადის გადამზადებას. რომ შენ აქ დაუშვი შეცდომა, შეგეძლო ამ აზრით მიგეწოდებია შენი მიწიერი ცნობიერისთვის, ტვინისთვის, ფსიქიკისთვის ეს კონკრეტული აზრი და გადამზადებები მიდის მერე უკვე, აი რომ დამშვიდდება და სწავლებები მიდის და მერე უკვე თუ დაიმსახურა, იქაც გარკვეულ მისიებს ასრულებს, თავიდან უწევს ამ ყველა შრომატევადი საქმის გავლა, აი ნულიდან. თუ რაღაცა მერე უკვე თავიდან გამოუშვებენ დედამიწას. მაგრამ მაქამდე გადის პროცესებს ძალიან რთულს და ნახეთ ბიბლიაში აიღეთ თუ წმინდა მამების ნათქვამი აიღეთ. ადამიანი, ვინც სუიციდით ამთავრებს თავს, ჯოჯოხეთში ხდება. ის ადამიანი უკვე ჯოჯოხეთში იყო დედამიწაზე თავისი ფსიქიკის მდგომარეობით და იქ რომ ხდება, იქაც ჯოჯოხეთშია თავისი ფსიქიკის მდგომარეობით და არა ის რომ სატანასთან არის. გესმით? ამ მდგომარეობიდან გამოყვანა ხდება მკურნალობით და მხარდაჭერა ჭირდება სულს დედამიწიდან. მთელი ცხოვრება ესე. შვიდით, აი ნაშრომი მაქვს ჩაწერილი, როგორ უნდა მოიქცე გარდაცვლილთან. შვიდით, ლოცვებით, ყველაფრით. ამით შენ შვიდს უნდა უგზავნიდე. შენი ოჯახის წევრი იქნება ეს, მეგობარი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. სუიციდით თუ დაამთავრა სიცოცხლე, შენ მას უნდა უგზავნიდე ლოცვებს და მშვიდს და სიყვარულს. ეს ეხმარება განკურნებაში და შენ რომ ეხლა მას უგზავნი დესტრუქციას და სტრესს, იმიტომ რომ მოძღვარმა გითხრა რომ ჯოჯოხეთშია და მორჩა მაგის ამბავი და მაგას ვერ ივიწყებ მთელი ცხოვრება და ამ დესტრუქციას უგზავნი მის სულს. ანუ მისი ხსოვნა რომ გახსენდება, დესტრუქციას უგზავნი. აი რას გიბიძგებენ უმეცრებით. თქვენი ოჯახის წევრი, მეგობრის თუ ვინც არ უნდა იყოს, მათ სულებს უნდა გაუგზავნოთ მშვიდი ჭირდება. მშვიდით ხდება ასეთი სულის კურნება. შენ რომ ტკივილით იხსენებ მას და ამასშვები უგზავნი ამ ენერგიას და უარეში აგდებ, ვერ ხვდები? მასეთ ტბაში როცა კურნება მიდის, შენ როცა მოიხსენებ მის სულს მიდის შენი ემოცია, ენერგია, სიტყვა და შენ კაი სიტყვით ვერ იხსენებ და ვერც სიყვარულით, იმიტომ რომ მოძღვარმა გითხრა ჯოჯოხეთში იწვევაო, შვილზე გეუბნება. გაგიჟდნენ ესენი ჭკუაზე აღარ არიან, მე მგონი. რეებს აკეთებენ და რეებს გეუბნებიან, კაცო. საერთოდ არიციან, უფალი არიციან ამათმა გარანტირებულად გეტყვით. სამყაროს მექანიკა არიციან გარანტირებულად გეტყვით. მომისმინეთ, ხალხო, გაუგზავნეთ მშვიდი ემოცია, თბილი ემოცია, ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ ვალდებული ხართ ეს გნათ. მას ჭირდება ეს. ლოცვები, მოიხსენიეთ, უფალს უთხარი, უფალო, გაუგზავნე მასწავლებლები, გაუგზავნე მფარველები, მზრუნველები, აცხონე მისი სული, შვიდი იყოს შენში. მორჩა, ამით ეს დაიხმარება მის სულს მალე განიკურნოს. სულის საავადმყოფოებში და შენ რომ მას მოძღვარმა გიბიძგა და მას უგზავნი დესტრუქციას. აი მეც რა კერი, აი ამას რო უგზავნი, ვერ ხვდები რომ ვარეს შეაგდებ, ისედაც მძიმე დაქვს მდგომარეობა და დახმარება სჭირდება? ვერ ხვდები, იმიტომ რომ ვინც უნდა გასწავლოს, როგორ მოიქცე, ის გეუბნება, კოშმარულად იყავიო, მაგ მდგომარეობაშიო და მოყვასი არ ყოფნის, ქრისტე არ ყოფნის, არაფერი არ ყოფნის. მაგრამ ყველა მოძღვარი ხო არ არის ესე, ვიღაცას უნდა რომ ეს წაგიკითხოს, მაგრამ რელიგია არ აძლევს ამის უფლებას. ვიღაცამ დაწერა იქ რაღაც სიმახინჯე გადაკეთებული და მერე უკვე ვეღარავინ ვეღარ აკეთებს ამას. უნდა მოძღვარს წაუკითხოს. მოძღვარმა ჩუმად მაინც უნდა გითხრას, კაცო რო შვილო, ნუ ღელა, მასე არა, საკვე, ვილოცე. ისე ილოცოს რა, არ შეუძლია? არა, აუკრძალეს, რომ ყველაზე დიდ დაჭრილზე ილოცოს. აი, ყველაზე დიდ დაჭრილზე რომ ილოცოს, ეს აუკრძალეს. როგორც ჩანს, სატანამ უბრძანა, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება ვინებთანაც გავაკეთე, არ შეეხოთ მაგ ადამიანებსო. აბა რა ქვია მაგას, კაცო? სატანას არ უბრძანებია, უბრალოდ პროგრამა ჩაუდეს რელიგიაში ესეთი. და ესენიც ვერ არღვევენ ამ პროგრამას. ანუ იესოს კი არ უსმენენ, პროგრამა
პროგრამას ვერ არღვევენ, პროტოკოლებს. თორე იესოს რომ უსმენ, რა პროტოკოლები, რაში მაინტერესებს რელიგიური პროტოკოლები, კაც. ღმერთს უსმენ, მოდი შვილო, წამო, მე მოვალ შენ სახში, მე წავიკითხავ, ო ნართქვა არსად, კაც. ისე წავიკითხავ, მომეცი ვეტყვი ყურში, მე წავიკითხავ და წაიკითხე, მარტო რო იქნები. და არ ღვიე რელიგიური პროტოკოლი და ღმერთის პროტოკოლი განახორციელე, ქრისტემ რაც გასწავლა, ყველაზე დაჭრილებს უვლიდა, ვერ ხვდები მაგდენს და ყველაზე დაჭრილია სუიციდის მქონე ადამიანი, მაგრამ აკეთებთ მაგდენი იდეები მოგდით, ეხლა რა იდეებიც მე გაგიჟღერეთ, ცალკე ამბობთ გულში, მარტო რო ხართ, აკეთებთ ამას, იმედია. კარგი, ეს ხდება ხალხო, უნდა გაუგზავნოთ 7 ყოველთვის, უნდა აჩვენოთ რომ 7 იყოს მასში, ის ლოცვები ის ყველაფერი და ამით დაეხმარებით. შენი ემოციები უნდა გადადო ცოტა ხნით და მას ჭირდება დახმარება, შენ კი არ გჭირდება დახმარება, შენ კი არ ხარ ცუდ დღეში, განიცდი ყველაფერი, იმას ჭირდება დახმარება და მისთვის შენ უნდა იყო 7-ში, შენ უნდა იყო ბალანსში, სიყვარული გაუგზავნო, 7 გაუგზავნო, უფარსთხო მასწავლებლები, მფარველები გაუგზავნე, რომ გადაამზადონ, დაეხმარონ, ანუ დაუჩქარე ეს პროცესი. აქედან ეხმარები მაგრად შენ იცოდე. შენ დედამიწიდან შეგიძლია მაგრად დაეხმარო სულს, იმიტომ რომ სული არ არის იქ უკვე ძალით მოსილი, რადგან კონკრეტულ მდგომარეობაშია და შენ აქ ძალით მოსილი ხარ. შენ არ ხარ გადაწყვეტილი ჯერ როგორ მდგომარეობაში ხარ. და წესის აგებას რაც შეეხება. რაში გჭირდება იმ მოძღვრის წესის აგება შენი გარდაცვლილის მიმართ, რომელიც საერთოდ არ თulis რომ უკვე სულია შენი შვილი, შენი მეგობარი, საერთოდ აღარ თulis მას არაფრად. მისთვის ის აღარაფერი აღარ არის. რაში გჭირდება მისი წესის აგება? ვერ ხვდები შენ რომ შეგიძლია შენს ოჯახის წევრს თუ მეგობარს ყველაზე საუკეთესოდ რომ ცხელი გულით, თბილი გულით აუგო წესი და ლოცვები უკითხო. მაგაზე დიდ ძალას მოძღვარი ვერ გაუგზავნის, ვერ ხვდები მაგდენს. შენ რომ ის მთელი გულით გიყვარს, მასე იმ მოძღვარს მთელი გულით არ უყვარს და ამ სამყაროში ის კი არ ფასდება რაღაც ტექნიკური მოქმედებები გააკეთე. შენ რა ცხელი გულის სიყვარულით უგზავნი, ხსოვნა იქნება, მხარდაჭერა, ლოცვა იქნება თუ სხვა დანარჩენი ამას აქვს ძალა. კარგია ეს კაცო, რომ ეუბნები დამილოცე შვილი, მამა, საუკეთესოა ეს. უნდა უთხრა აუცილებლად ყოველთვის მოძღვარს დამილოცე შვილი, მეც უნდა მითხრა დამილოცე გიორგიშვილი, დამლოცე ამის არ უნდა მოგერიდოს, მაგრამ ნახე, მე ეხლა რაც არ უნდა სუფთა გული მქონდეს და რაც არ უნდა ღმერთის ძალის დაგროვების მდგომარეობა მქონდეს, მე შენ შვილს დავლოცავ მთელი გულით და მაგრად იმოქმედებს, მართლა მაგრად იმოქმედებს, მაგრამ ჩემი დალოცვა შენ როგორ დედა, შენ დალოცვაზე ძლიერია, მომიტევე, მაგრამ შენს დალოცვაზე არავის დალოცვა არ არის ძლიერი, იმიტომ რომ დედა ხარ და მთელი ცხელი სიყვარულის გულით ლოცავ. ამას აქ როგორი ძალა იცი, ანუ მაგ დალოცვას მე ვერ წარმოვქმნი ფიზიკურად, მე შემიძლია წარმოვქმნა ეს, მაგრამ ყველაზე საუკეთესო შენ გიყვარს ის და შენ შეგიძლია მისი დალოცვა, მისი ცხონება, მისთვის წესის აგება, მოდი ესე გეტყვი. წესის აგება რა არის, იცი? რომ უფალს ეუბნები როგორ დაეხმაროს მას. გაიგე? როგორ დაეხმაროს მას. და რაც უფრო ცხელი გულით, ემოციით და ამ ენერგიის, სიყვარულის ენერგიით ეუბნები, მით უფრო ეხმარები და ეხა ვიღაცა მოძღვარი რომ წაგიკითხავს ცივი გულით და რაღაც ტექსტს კითხულობს, სამყარო უყურებს და რას პროტუნებს ეს კაციო, კაც. იმიტომ რომ იმ ლოცვაში თუ არ დევს განცდა, სიყვარული და მდგომარეობა, ის არის უბრალოდ ტექსტი. ანუ იმას აქვს ძალიან სუსტი ძალა და შენი ერთი უფალო აცხონე, შენი შვილის მიმართ არის 10,000 ჯერ ძალით მოსილი. ვერ ხვდები მაგდენს კაცო, გლეხურად გელაპარაკები. ვერ ხვდები მართლა? ამიტომ არ ჭირდება შენ მოძღვრის კურთხევა შენი შვილის, რომელმაც ზურგი აქცია, რომელსაც თავს დაესხნენ ბნელები და სუიციდამდე მიიყვანა ასეთ ადამიანს, ასეთ სულს. არ ჭირდება შენ მისი წესის აგება, შენ თავად ხარ ძალით მოსილი და სიყვარულით სავსე შენი მეგობრის მიმართ, შენი შვილის მიმართ თუ ვინც არ უნდა იყოს. ამიტომ შენ წაიკითხე ცხონების ლოცვები და ეს მივა 100%, იმის მივა 2%. მაგრამ ამათმა რა გაგიკეთეს, იცი? ჩვენ თუ არ ავუგეთ წესი გარდაცვლილის, ჯოჯოხეთში მოხდება, ანუ პროგრამებია ჩადებული. ჩვენს გარეშე ფეხს ვერ დაძრავ ღმერთთან, ვერ ხვდები? ამიტომ დალოცეთ თქვენი სიყვარულის მწხუნვარე გულით და დაეხმარებით. მოძღვარზე მეტად, ჩემს დალოცვაზე მეტად, ყველას დალოცვაზე მეტად თქვენ გაქვთ ამის ძალა. იყავით 7-ში, გაუგზავნეთ სიყვარული, ეს ჭირდება მას, გაუგზავნეთ 7 ემოცია მოხსენების დროს, ეს ჭირდება მას და მოიხსენიეთ ყოველთვის. ეს ჭირდება მას და იქნება მაქსიმალურად კარგად. მალე გამოჯანმრთელდება მისი სული. უფალო, აცხონე ყველა გარდაცვლილის სული, განსაკუთრებით აცხონე მათი სული, რომლებმაც სუიციდით დაამთავრეს. სიცოცხლე აცხონე და განკურნე მათი სულები, კურნე მათ სულებს, ძალა ღვთისა, განუკურნე სული მათსა, განუკურნე სულის გული, განუკურნე სულის ნერვი, განკურნე, განსწავლე, განანათე მათი სულები. ამინ, ამინ, ამინ. დაამშვიდე მათი ოჯახის წევრები, უფალო მათი მეგობრები, 7 შეუშვი მათში, გავუნათე გონება 7 იყოს მათში, 7 იყოს ჩვენში, 7
მიიღოს ყველაში. ამინ, ამინ, ამინ.